ხმაურიანი განცხადებების მიზეზი გახდა თბილისის ისტორიული მოედანი, რომელიც მალე ისევ ხარაჩოებში უნდა მოექცეს. თბილისის ჰამქარი დედაქალაქის მერს გუდიაშვილის გადარჩენის მემორანდუმს ახსენებს, რომელსაც დავით ნარმანიამ მერად არჩევამდე ერთი თვით ადრე მოაწერა ხელი. ჯერჯერობით უცნობია შევა თუ არა სპეციალისტების რეკომენდაციები იმ პროექტში, რომელიც რამდენიმე წელია არსებობს. გუდიაშვილის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 1 ნოემბრისთვის იგეგმება. ეს ნაწილი არის გამოკიდული ფონდის მიერ. არც ერთი მოსახლე იქ არ არის. ნებართვები აღებულია მშენებლების შერჩეული. გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელი ძველი პროექტებით გეგმავს. აბოთფირელის ნომერი 8, გუდიაშვილის ნომერ 7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები და ახოსპირელის ნომერი 4, ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა. ეს ის პროექტებია, რომელთა რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს. შეთანხმება მხოლოდ აბოთფირელის პროექტთან დაკავშირებით მოხდა. ფონდის ხელმძღვანელი ექსპერტებს შენიშვნების წარმოსადგენად მხოლოდ რამდენიმე კვირას აძლევს. არის ნანგრევები რო ჩავძანდეთ ერთი მოედანი, დანარჩენი წყალშემდგარი შენობები. ამიტომ ჩვენ ამ პირობებში ვერ დავტოვებთ და ვერ დავიწყებთ მსჯელობებს და მაპატიებთ თავის ფანას, როდის მოგვიაქვს საუცხოო აზრები. თუ ეს არის განვითარების ფონდის ოფიციალური პოზიცია, მაშინ თბილისის ამქარი ტოვებს ასეთი მოლაპარაკების ფორმატს და ის როგორც აქამდე აკეთებდა, გავა ისევ გუდიაშვილის მოედანზე. ძველი პროექტებით რეაბილიტაციის დაწყება კატეგორიულად მიუღებელია თბილისის ჰამქარისთვის. გაერთიანების წევრები პროექტის შექმნის მიზნით ხელახალი ტენდერის ჩატარებას და რეაბილიტაციის პროცესიდან არქიტექტორთა გარკვეული ჯგუფის ჩამოცილებას მოითხოვენ. ორგანიზაცია თბილისის მერს გუდიაშვილის გადარჩენის იმ 6 პუნქტიან მემორანდუმს ახსენებს, რომელსაც დავით ნარმანიამ ხელი 2014 წლის მაისში მოაწერა. გუდიაშვილის მოედანი არის თბილისში შემორჩენილი უკანასკნელი არქიტექტურული მოედანი. მას ჭირდება გულმოდგინე რესტავრაცია. სწორედ ამას გულისხმობდა დავით ნარმანიასთან წინასაარჩევნოდ გაფორმებული მემორანდუმი. თბილისის ჰამქარს მოგვიანებით დავით ნარმანია გამოეხმაურა. თბილისის მერი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოედანს ისტორიულ იერსახეს შეუნარჩუნებენ. არ გვინდა რომ წინა ხელისუფლების მიდგომების მსგავსად ვიმუშაოთ და ასე თქვათ, ვაშენოთ ყველაფრის ფასად. ფონდი ჩემი ქვემდებარეა და ჩემი თანხმობის გარეშე ვერაფერს ვერ დაიწყებს. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი 2007 წელს დაიწყო. ამ მიზნით მერიამ ავარიული შენობები გამოისყიდა. თუმცა აგვისტოს ომის დროს პროექტი შეჩერდა. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია აქტუალური 2012 წლიდან გახდა. თბილისის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი პროექტით სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას იკომოს საქართველო და თბილისის ჰამქარი აპროტესტებდნენ. არასამთავრობოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნებას და გუდიაშვილის მოედნის გადარჩენას ითხოვდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა. იკომოს საქართველო პოზიციას არ ცვლის და თბილისის განვითარების ფონდს მოედნის კონსერვაციის გეგმის წარმოდგენას თხოვს. თავარია რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ შენობებს, გალამაზებულ, გაწყერალებულ შენობებს, მემკვიდრეობასთან მას არანაირი კავშირი აღარ ექნება. მას უნდა გაუკვეთეს საექსპერტო დასკვნა, რომ დაცული იყოს ძეგლის აღდგენის ყველა კომპონენტი. რა მეთოდოლოგიით მოხდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და იქნება თუ არა სპეციალისტების მოთხოვნები გათვალისწინებული, ეს მომდენო კვირას გახდება ცნობილი. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას 1 ნოემბრიდან გეგმავს.